Quentina respondent-თან საუბარში აი ის გაჟღერდა რომ რაღაც აი ადამიანი მიდის იმ წერტილამდე რომ მე რაღაც გარდატეხა ხდება და რაღაცა სხვანაირად ვითარდება მისი მიდგომა ყველა საკითხთან რა რაღაცა ინტრიგა ალბათ მაყურებლისთვის რომ რა არის ეს წერტილი და აი ამ წერტილზე მინდა რაღაცა ორი სიტყვით ვისაუბრო ესე იგი ეს ადამიანები მოდიოდნენ ანუ ეხა თვითონ ისევ ჩემ ტერორს შევეხები რა ძალიან ძიმია ჩემთვის, მაგრამ ეს ადამიანები მოდიოდნენ და ესე იგი მათი აზრი იყო, მათი დედიკო აზრი იყო, რომ ქონოდათ რაღაცა ჩემზე არგუმენტები რა, რითიც მე დამაშანტაჟებდნენ რა, ეს ბიძინა ივანიშვილის ხასიათი რა, ყველაფერში რა. ანუ და აი ამას ქმნიდნენ რა, ანუ მაგათი მთავარი აზრი იყო ის, რომ ჩემგან წაეღოთ რაღაცა ისეთი არგუმენტები აი მოდიო და ეხაო დაუშვათო სააკაშვილს იმას რამეო ცუდი თქვი ოპოზიციაზე ცუდი თქვიო რუსებზე კარგი თქვიო სტალინზე კარგი თქვიო და ბოლოს მოვიდნენ და პირდაპირ მითხრეს რომ აი ესეო შენ ეხაო ან მქონდა სოციალურ ქსელებში არ ვიყავი რა საერთოდ არ მქონდა რა არც ფეისბუქი მქონდა არაფერი და პირდაპირ ესე იგი მოთხოვნა დამიყენეს აი ეს გარდატეხა სადაც მოხდა და სადაც ტროლად მუშაობას ზღვარ გაიძულა პირდაპირ დავალება მქონდათ ნუ რაღაცეებს ხომ ალაპარაკებდნენ ჯერ რა ეხა მე ვიყავი პოზიციაში შედარებით ვიძახი აი ადამიანის სარდაფში თვალება აკრული რაღაც ესეთ პოზიციაში თელი სახელმწიფო მანქანა დამეჯახა და თან ამ სახელმწიფო მანქანას მართავს ფარცხალაძე ხა ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილი რო გადაცმული ჩამოვიდა რუსეთიდან რუსი ბიძინა ივანიშვილი მანამდე ხო უცხოვრია და ყველა მიცის ფარცხალაძე ვინ არის და ეხა ფარცხალაძეს რო ამხელა ძალაუფლებას მიცემ რაღაცა ღვიდაშლილ ფარცხალაძეს რა სიღმეებში აღარ წავალ ყველა მიხვდება რაზე ვსაუბრობ ну რაღაცა თავისი ფანტაზიები რაღაცა ნახევრად მძინარე მდგომარეობაში თავისი რაღაცა ეს ბინძური ფანტაზიებით რაღაცა ეს მანქანა დაძრა ჩემს და მოკლედ ის იყო დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო და რა ვიცი ხა რა ადამიანი სადღაც განსაზღვრება თუ არის მაქსიმუმის ჩემ წარმოდგენაში მაგაზე მეტი მაქსიმუმის ბინძურის რაც შეიძლება რომ ადამიანს გაუკეთოს ალბათ არ არის რა ну გამომდინარე იქიდან რომ აი ბოლოს მოვიდნენ და პირდაპირ ჩემი დავალება იყო რომ უნდა გამეხსნა Facebook-ი რაღაც სოციალურ ქსელებში მოკლედ უნდა გავაქტიურებულიყავი და რაღაცა რუსებზე კარგი უნდა მეთქვა და ანუ რუსებს ვინც ებძვის იმაზე ცუდი უნდა მეთქვა რა ანუ ისე მოკლედ ტროლი უნდა ყოფილიყავ სახელმწიფო ტროლი თან ისეთი რა თან ეხა მანამდე რომ ჩუმად ვიყავი მადა ჭამაში მოდისო აი ეს თავიანთი რაღაცა ეს ბინძური რუსული რაღაცა კომუნისტური რა ეს კომუნისტური რაღაცა ფანტაზიები და ეს რაღაცა მოთხოვნები ჩემს მიმართ უფრო გაიზარდა და ნუ აი ბოლოს კაკრას აი ეს მომენტი იყო გარდამტეხი რომ მოკლედ აი რაღაცა უკვე გადავედი საპირისპირო მხარეს რა საპირისპირო მხარეს გადავედი და ეხა რასაც მე ვსაუბრობ ეს არის იმის საპირისპირო მხარე რა ეს უნდათ პირიქით და აი რა ვიცი ხა არავის არ უსურვებ არც ერთ ადამიანს არ უსურვებ ჩემ მდგომარეობაში ყოფნას მაგრამ აი ეს ყალიბდება რა რაღაცა ფსიქო გამოძახილია რა ყველა ადამიანში ალბათ ნუ მე ჩემი შემთხვევიდან ვსაუბრობ რომ აი საპირისპირო მდგომარეობაში გადადიხარ რა რასაც ქვია საპირისპირო მდგომარეობაში და ანუ თლიანად განგრევს ან ამას აპროტესტებ და შემდეგ
ბრძოლას იწყებდა შიშის ზღვარს ლახავ შიშის ზღვარს ან მიყვები ბოლომდე შიშის ზღვარს ლახავ და აი შენ თავთან სწორდები რომ აი ეს საპირისპირო ყველაფერი აი დღეს მე პირადად ვიძახი და მე ესე ვთვლი რომ სრული უფლება მაქვს რომ აი ესე საჯაროდ დღეს ვთქვა რომ ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს ფერიჭამია აი პირდაპირ მნიშვნელობით რა მე ესე დავარქმევდი რა რომელიც მე უნდა ეხა გამოსულიყავი მაგათი მოთხოვნით და უნდა მელაპარაკა საპირისპირო რომ ის არის ზევსი და ვინც ებრძვის ბიძინა ივანიშვილს ის არის რაღაცა ისა რა ქვია შალვა რამიშვილი რა ეს ზერო რა ანუ პირიქით უნდა მექნა ყველაფერი რა და ნუ გამომდინარე იქიდან რომ არსებობს რა რაღაცა ღირსებაზე რომელიც გადის არსებობს რაზეც ეხა ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე აი ის წერტილი რაც ამდენი ხალხი მოვიდა გამოვიდა გააპროტესტა ანუ არის რა ეს წერტილი მე უბრალოდ მინდოდა იქ ჩაფიქრებული მქონდა ისევ ემოციებმა ძალიან მიტევს ემოციები და არა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბოლოს რაც თქვით ჩემი აზრით იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება რაც ვინმეს გაუკეთებია აი ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი გულწრფელად ახსნისთვის რაც ხდებოდა რა გარდატეხაც მოხდა როდის მოხდა ეს გარდატეხა და რატომ მოხდა და კიდე ერთხელ ვამბობ რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი ამას სამწუხაროდ ჩაყვება იმიტომ რომ ვერ ძლევს ამ შიშს და რაღაცა ძალიან ძირეულს ძალიან მნიშვნელობას რო ეხებიან შეშის რომელიც უკვე განგრევს ადამიანს განადგურებს როგორც ადამიანს რომლის შემდეგ უკვე აღარ არსებობ კარგავს საკუთარ თავს ყველაფერს საკუთარ წარსულს საკუთარ ბიოგრაფიას ხო მე გიჩნდება პროტესტი მადლობა რომ ესე გემრიელად დაინახე ხო რომ შენი თავი დაიბრუნო და სწორი თქვი რომ შენ თავთან გასწორდე თუ არა და კარგავ ყველაფერს და ნოლდები ჩემი მიზანიც ეს იყო რომ რაღაცა საზოგადოებისთვის რაღაცა ჩემი სუდი გამოცდილება მაგრამ გამოცდილებაა და შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა ხო რაღაცა იყოს სტიმული იყოს ხო რა და თქვას რომ აი ამ კაც გაუვლია იგივე რაღაცა აიღოს და რაღაცა თვით თავის სასარგებლოდ გამოიყენოს რა და ნუ მოკლედ ჩემი მიზანიც ეს იყო რომ მე თქვა კიდე ძალიან ბევრი რაღაც დაგეგმილი მქონდა მაგრამ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მამუკა ჩემი აზრით ეს ემოციები ეკა რომ ძალიან მიჭირს რა ამდენი წელია აი ამ ბინძური რუსული რეჟიმის ფანტაზიებში რაღაცა ეს ფანტაზიები ნუ არ ვიცი რა არ ვიცი კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა აი ეს მართლა ეს ბოლო პასაჟი იმდენად მნიშვნელოვანი იყო რომ როგორ გითხარ რაღაც ამაზე შეიძლება ფილმის გადაღებას კი ადამიანის როგორ ხდება გარდატეხა რა გადაალახინა რა მომენტში გადაწყვიტავს რომ ეს შიში უნდა გადაალახოს სხვა შემთხვევაში მაინც ყვდება ნუ რა ვიცი რა თვითონ იმათ მხარეს ფილმი ახსენე და აი ამ რაღაცა შაუბნელ ჩამქრალ რუსული რეჟიმზე რომ საუბრობ აი ფილმი რო ახსენე სულ აი პაზოლინის სალომ ახსენდება რა ნუ აი რაღაცა ესეთი აი რა ვიცი რა ეს ადამიანები გარდა იმისა რომ არიან მოღალატეები გარდა იმისა რომ არიან ყველაფერჩიკები და გარდა იმისა რომ არიან განუვითარებლები არიან ავადმყოფები რა ეს ეხა არ არის გაბრაზებული ადამიანის ნათქვამი რა ვიცი რა თუ ჩაუღმავდებით აი თვითონ რა ეხა მთლიანი სივრცის მოცემულობიდან რო ვისაუბროთ აი უბრალოდ ეს მინდოდა მე თქვა რა ადამიანებს ეუნებიან რომ ეს არის რუსული კანონი გამოდიან არ არის რუსული კანონი მთელი ცივილური სივრცე ეუბნება რომ თქვენ ვერ შემოხვალთ ევროკავშირში და ესენი იძახიან რომ შევალთ რა ანუ ეხა რომ უყურებ რა ანუ ეს სულ ეს ხასიათი სულ ჩემ აი რაღაცა ჩემ ისტორიაში ზუსტად ესე ისახება რა ხო აი ესე ისახება რომ ავადმყოფებთან რა ეს არის ჩემი აზრით ეს არის დაავადებული ადამიანები რა ნუ აი ესეთი
უარყოფა რა, ესეთი უარყოფა, რომ ეხა წინ სპილო გედგეს და ვერ ხედავდე, როდესაც გეუბნებიან, რომ ეს რუსული კანონია, თელი მსოფლიო გეუბნება, ხო? თელი ცივილური სამყარო, ხო? აი ესეთი არაადეკვატური ქმედებები, აი სულ ჩემ ისტორიასთან რომ ვაპარალელებ, დღეს მე შემიძლია გადაჭრით სახალხო თქვა, რომ ეს ადამიანები გარდა ამ ყველაფრისა, რაც თავიანთ ხურჯინში აქვთ, ამ ეს მოღალატეობა და ნუ აი რა ვიცი, ყველაფერჩიკობა, გარდა ამისა ეს ადამიანები არიან ავადმყოფები, ჩვეულებრივი ავადმყოფები რა.